თბილის სტოებალიონზე კახას ულუაშვილი. რომანის კორექტირებულ აუდიო ვერსიას კითხულობს ავტორი. ნაწილი პირველი. შუაღამე იყო, როცა მეოთხე სართულზე კარი ფრთხილად გაიღო. მერე ასანთის გაკვრის ხმა მოისმა და დინიდან გამოსულ შუქს 17-18 წლის ჭაბუკი გამოხვა. კარი ისევ სიფრთხილით მიხურა და კიბეზე ქურდივით, ფეხაკრეფით დაეშვა. ეზო ელექტრონის შუქს დღესავით გაენათებინა, ამიტომ ვაჟი კედლის კიდეს გაჰყვა და მაღალ ხეებში გაუჩინარდა. გაზაფხულის თბილი ღამე იყო. ჭაბუკმა გრძელი ქუჩა სწრაფი ნაბიჯებით გაიარა და მარჯვნივ ჩაუხვია. იქვე ჭადართან შეჩერდა. როცა დაინახა, რომ ირგვლივ კაცის ჭაჭანება არ იყო, წინ გავიდა და სამსართულიანი სახლის გვერდის ყველა ფანჯარა შეათვალიერა. შუქი ყველგან ჩაეკროთ. ვაჟი დაიხარა. პატარა კენჭი აიღო და მეორე სართულზე კიდის ფანჯარას სწორცნა. რამდენიმე წამში ფარდა გადაიწია. ქრთალ შუქზე ფანჯარაში თმა გაშლილი გოგონა გამოჩნდა. ვაჟმა კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და კედლის შორი ახლოს შეჩერდა. გოგონას სახე გაუნათდა. ფანჯარა ფრთხილად გამოახო. როგორ ახარ? ღიმილით კითხა ჭაბუკმა. სუ, ჩუმად, შენ რა, გაგიჟდი? ხო. როდის ჩამოხვედი? 2 საათის წინ. შენ არ ჩამოხვალ დაბლა? რას ამბობ, მერაბ? გაიგვიძებენ და გოგონამ გაშლილი ხელი კისერთან მიიტანა. ხო, კარგი. წავალმე მაშინ. მერაბი მიტრიალდა და გზას დაადგა. მოიცა. ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა გოგონას. ხო, მოდი აქ. მერაბი ისევ ფანჯარასთან მივიდა. დაიცადე 1 წუთით, თქვა გოგონამ და ოთახში შევიდა. ცოტა ხანში უკანვე მობრუნდა და ფანჯრიდან შავი უცხოურ წარწერიანი ქუდი გადმოაგდო. რა არის ეს, ეკა? კითხა მერაბმა გოგონას მას შემდეგ, რაც ქუდი შეათვალიერა. შარვალი. ვისი ქუდია? შენი. მაჩუკე? არა, გასესხე. გაიზარდე დიდი გოგო ეკაჭირიმე. შენც დიდი ბიჭი გაიზარდე და წადი ახლა. არავინ დაგინახოს. ხვალსაღამოს გამოიარე, კარგი? არის, თქვა მერაბმა და ჯარისკაცივით გაიჭიმა. მერე მოტრიალდა და იქვე ყოფ გოგონას ხელის აწევით დაემშვიდობა. იმ ქუჩას გაჰყვა, რომლითაც მოვიდა. მერაბ ბარათაშვილმა ზუსტად 1 წლის წინ დაამთავრა სკოლა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იმავე წელს იმსხვერპლა მამამისის წითელი ჟიგული, რის შედეგადაც იმავე დღეს მოათავსეს ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში. ვაჟს მარცხენა ხელი ჰქონდა მოტეხილი და მეტი არაფერი, მაგრამ რატომღაც უბანში ელვის სისწრაფით გავრცელდა ხმა, მერაბი მძიმე დააო. ჯერ კიდევ მერვე კლასში გამოუწყდა ისე კაცს სიყვარულში, მაგრამ იმ დღიდან ისე გავიდა 3 წელი და ისე მოათავსეს მარცხენა ხელმოტეხილი ბარათაშვილის საავადმყოფოში, რომ ეკასგან სათავისო ერთი სიტყვაც არ სმენია. გამარჯობა ეკა. გაგიმარჯოს მერაბ. ეს იყო და ეს მათი ურთიერთობა ამით შემოიფარგლებოდა. აი საავადმყოფოში დაწოლიდან მეორე დღეს კი ნოემბრის 1 მშვენიერ დილას პალატის კარი გაიყო და ოთახში ეკთანს თეთრ ხალათ მოსხმული თვალწრემლიანი ეკა შემოხვა. როგორ ახარ მერაბ? მერაბს გაოცებისგან თვალები გაუდიგდა. წოლიარეს თავბრუ დაეხვა, ვერაფერი უპასუხა. თავი დაუქნია მხოლოდ. აი აქ დაბრდამდით, ეკთანმა ეკას მერაბის საწოლთან მდგარ სკამზე მიანიშნა, თვითონ კი კარისკენ გაეშურა. მადლობთ. ეკას სკამზე დაჯდა. ვაჟისთვის არ შეუხედავს. ფანჯარას გაუსწორა მზერა. მარტო ხარ? გონს მოეგო მერაბი. არა, იასონია გარეთ. უპასუხა ეკამ და თავი ჩაუნა. რამ შეგაწუხა? იასონმა მოგიყვანა ალბათ. არა, შეიძლება შეგეცოდე. შეიძლება იასონს შევეცოდე და გთხოვა გენახე. არის მესამე ვარიანტის, ორივეს ერთად შეგეცოდეთ. მერაბმა თვითონ არ იცოდა, რატომ თქვა ყოველივე ეს. და უცებ ეკას შეხედა. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. გოგონა წამოხდა და ოთახიდან სწრაფი ნაბიჯით გავიდა. ვაჟს სოფლმა დაასხა. ახლაღა მიხვდა რაღაც თქვა დაუფიქრებლად, თქვა ძალიან ცუდი. 3 წუთის შემდეგ ოთახში იასონი შემოვარდა და ყაჩაღივით დაადგა თავზე. რა უთხარი? დოინჯი შემოიყარა იასონმა. განსაკუთრებული არაფერი. ნაძალადები ღიმილით უპასუხა მერაბმა თანაკურსელსა და ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს. ტუტუცი ხარ შენ? მიახალა იასონმა და კარისკენ გატრიალდა. რეგვენო. მოაძახა უკვე ღია კარიდან და დერეფანში გავიდა. იმავე საღამოს, როცა ეკა საწოლზე გაუხდელად იწვა და დაწითლებული თვალებით ჭერს შეხურებდა,
უცებ ფანჯარას კენჭი მოხვდა. გოგონა ფანჯარასთან მივარდა. გამოაღო, სწრაფად გადაიხედა. ეზოში საავადმყოფო ზოლიან სამოსში გამოწყობილი მერაბი იდგა. მარცხენა ხელი მთლიანად პერანგის შიგნით მოექცია. ცარიელ სახელოს ნიავი უფრიალებდა. ეს იყო ნოემბერში. მას შემდეგ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა და უბნის გოგონებმაც იმ დღიდან მოყოლებული ბევრი ჭორი თუ მართალი აცნობეს ერთმანეთს ტელეფონით მერაბისა და ეკას შესახებ. კარი ისეთივე სიფრთხილით გაიღო და დაიხურა. დილით გვიან გაიღვიძა მერაბმა. წამოდგომა დაეზარა და რამდენიმე წუთით თვალგახელილი იწვა. უცებ ტელეფონის ზარის ხმა გაისმა. ყურმილი დედამ აიღო. გოგა მერაბ დაიძახა საიდანღაც და მალევე ოთახის კარით შემოაღო. ადექი გოგაა მეთქი. უთხრა უკვე საწოლზე წამომჯდარ მერაბს. კარი ჩაკეტე, თანაც მე მივდივარ. ხო, კარგი, უპასუხა მერაბმა. მოიცადე და მიაძახა კარებში გასულ შუახნეს ქალს. ჩემი საბუთები სად არის? თან არ გქონდა? თან პასპორტი მქონდა, მართვის მოწმობა სად არის? რად გინდა? კარგი, რა დედა, რად მინდა და უნდა გავრეცხო, დავაუთოო და ღილები დავაკერო. ხო, კარგი, შენ სუჯრაში ჩავდე. ჭკუითიარე და მალე მოდი. ხო, თქვა ვაჟმა და ყურბილი სასაღებად გაემართა. პირველი საათი იქნებოდა, როცა სადარბაზოდან საშუალოზე მაღალი, ტანხმელი, სიმპათიური, წაბლისფერთმიანი ჭაბუკი გამოვიდა. ეზოში გაჩერებულ წითელ ჟიგულს ჯერ თვალი შეავლო, რამდენიმე წამით და მერეღა მოარგო კარს გასაღებ. ნელისვლით გაიყვანა მანქანა ეზოდან ბარათაშვილმა. მარჯვნივ გადაუხვია და იმ ქუჩას გაყვა, რომელიც წინა ღამით ფეხით გაიარა. იმავე მოსახლეში ჩაუხვია და იმავე ჭადართან შეჩერდა. ბიჭი, ხო, შენ, მოდი აქ ერთი წუთით, დაუძახა 6-7 წლის ბავშვს ვაჟმა. ეკა სიცნობ? მანქანიდანვე შეეკითხა. ბავშვმა უარყოფის ნიშნად თავი გააკნია. იცი რომელ ეკაზე გეუბნები? ბავშვმა ისევ გააკნია თავი. აი იმ ფანჯარას ხედავ, აი იქ მეორე სართულზე. ვიცნობ? ხო და ძალიან კარგი, გაიქეცი და დაუძახე. ბავშვი გაიქცა. 2-3 წუთში უკანვე მობრუნდა. რა ქენი? მოსვლა არაცალა ბარათაშვილმა. გიზობიძია იყო სახლში და ასე მითხრა, ეკა არ არისო და ჩავიცვამ და ჩამოვალო და უთხარი არ წავიდესო, ვინც არ უნდა იყოსო. დაამთავრა თუ არა ბავშვმა ბოლო სიტყვა, მანქანამ კუდი მოიქნია, ისარივით გავარდა, მარჯვნივ ჩაუხვია და გზატკეცილს დაადგა. გაკვირვებული და ცოტა შეშინებული ბავშვი ისევ სადარბაზოსკენ გაიქცა.